15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლიტერატურულ კონკურს „კალმის დასკვნითი ღონისძიება“ გაიმართა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „კალამი“ პატიმრებისთვის მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სასჯელახსრულების ყველა დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა მიიღეს. ეს გახლავს ეროვნული ბიბლიოთეკის თანაინიციატივით გამართული კონკურსის ერთგვარი შეჯამება, წარმოდგენილი ნაწარმოებებიდან შერჩეული ნაწარმოებების წიგნად გამოცემას მოიხსენებათ, რომ 6 ტექსტი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით, ისმება პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, რაც შეეხება წიგნის, ეს არის ერთგვარი კრებული, რომელიც გულისხმობს უკეთესთა შორის, რაც არის ცხადია ძალიან დიდი სტიმული ამ ადამიანებისთვის და სამომავლოდ ისინი სწორედ აი ამ წიგნზე დაახლოებით სხვა ადამიანებთან ერთად იმედი მაქვს რომ გააგრძელებენ მსგავს მოღვაწეობას. კონკურსის ფარგლებში მსჯავრდებულებს უნდა წარმოედგინათ ლიტერატურული ნაწარმოებები, პროზაული და ლირიკული. კონკურსის ჟიურის წევრები თავად პატიმრებმა შეარჩიეს. მათ შემოქმედებას მწერლები დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი აფასებდნენ. კონკურსში მონაწილე 100-მდე მსჯავრდებულის ნაწარმოებები შევიდა წიგნში, რომლის პრეზენტაციაც დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სასჯელახსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. დღევანდელი დღე მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს იმართება პატიმრების ნაშრომების წიგნის პრეზენტაცია სახელწოდების თავისუფლება გისოსებს მიღმა. ეს პროექტი გაკეთდა დაიწყო უпроსტად 25 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივის ინიციირებით, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სასჯელახსრულების დეპარტამენტი. ამ პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თვითონ კულტურის სამინისტრომ, რადგან მისი ეგიდით მოხდა ამ პროექტის დაფინანსება. პროექტი 4 ეტაპისგან შედგებოდა და ყველა ეს ეტაპი ჩვენ წარმატებით გავიარეთ. 3 ოქტომბერს ჩავატარეთ ნომერ მე-17 დაწესებულებაში ამ პროექტის ესე ვთქვათ დასკვნითი ცერემონიალი, ამ დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამოვლინდა 6 გამარჯვებული, ან მათ შორის იყო 3 პროზის მიმართულებით, 3 ლირიკის მიმართულებით.